ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა ასე შეაფასეს იურისტებმა ის ფაქტი, რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კლინიკაში მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით მოშიმშილე პატიმარს საჭმელი შეუტანეს, ჟურნალისტმა საკვებზე უარი თქვა, მაგრამ საკვები იქვე დაუტოვეს. მზია ამაღლობელი 25 დღეა შიმშილობს. ის კლინიკაში ვივამედში იმყოფება, მაგრამ თუ კვლევები დასრულებულია, მოითხოვს რომ დააბრუნონ ციხეში. სოლიდარობა მზია ამაღლობელს. საქართველოს პირველი პოლიტპატიმარი ქალის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს დღეს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში. Things are not going in the right direction. საქართველოში რომ საქმეები სწორი მიმართულებით არ მიდის, რაც ხდება დემონსტრანტების მიმართ ბელარუსის სტილია, საბჭოთა სტილია. ვიმედოვნებ ჯერ კიდევ დარჩა სახგონებაზე რამდენიმე ადამიანი მაინც იმავე მართლ პარტიაში, რომელსაც არ სურს ამ საბჭოთა გზით სვლა. ჩვენი მესიჯი მძლავრია და ცხადია, სოლიდარობას უცხადებთ მზიას. არ ვიცი რა ბედიერის მზიას, მაგრამ დარწმუნებით ვიცი რომ შემდეგ კვირას თბილისში გამოგზავნით კიდევ უფრო მძლავრ გზავნილებს მართველი ძალის წევრების მიმართ. ჩვენ ვართ ერთად ამ პოზიციაში. არასოდესაა გვიანი სანქცირება იმ ადამიანების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ყველაფერზე. სამწუხაროა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის პროცესზე დაკვირვება. რეპრესიები, რეგრესი, არალეგიტიმური მმართველი ძალა, რაც მზიას თავს ხდება, აუტანელია. რეჟიმისთვის სილის გაწნის გამო უკანონოდ დატყვევებული პოლიტპატიმარი ქალი უკვე 25 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა ჟურნალისტის მონახულების შემდეგ დღეს ვივამედიდან ამბავი გამოიტანა, რომ მოშიმშილე პატიმარს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საჭმელი დაუტოვეს. პალატას საკნიდან საკვები მას შემდეგ გაიტანეს, რაც ტუსაღმა ეს კატეგორიულად მოითხოვა. ამაღლობელი ასევე ითხოვს გეგმიური კვლევების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნონ საპატიმროში. ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი იარაღად შეიძლება გამოიყენებოდეს მოშიმშილე პატიმართან მიმართებით, როდესაც მას საკვებს უტოვებენ. ოთახში წესი და გაწერილი კანონმდებლობით არის ის, რომ პატიმარს უნდა შეეთავაზოს საკვები, როდესაც იგი უარს აცხადებს მასზე, ამაზე ოქში უნდა გაფორმდეს, ხელი უნდა მოეწეროს დაკავებული პირის მხრიდან და უნდა მოხდეს საკვების გატანა. როდესაც შევედი იყო შიგნით, თვინმეს მხრიდან შეწოდების მიზნით, ან ვინმეს მხრიდან რაღაც შეღავათების მისცემის მიზნით არ შიმშილობს, სწორედ აქედან გამომდინარე იგი ვივამედში გადაყვანასაც სწორედ იმიტომ დათანხმდა იგი, რომ მხოლოდ კვლევები ჩატარებულიყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში იგი უკვე ითხოვს, რომ თუკი კვლევები უკვე დასრულებულია, დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში. მის რჩება შიმშილობის რეჟიმში და აგრძელებს შიმშილობის პროცესს. გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე მას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, მაგრამ გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ ექიმის რეკომენდაციით ეს ლაბორატორიული კვლევის პროცესი გაგრძელდა. შესაბამისად აუცილებელი გახდა მზია ამაღლობელის დარჩენა სამედიცინო დაწესებულებაში. დღეს დაველოდებით ასე ვთქვათ სამედიცინო გამოკვლევების შედეგებს და ცხადია ამ პროცესში მზია ამაღლობელთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილება შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით. მას თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი, რომ ამ შიმშილობას არ იყენებს იმის გამო, რომ ან კლინიკაში გადაიყვანონ, ან რაიმე შეღავათი მის საქმეში და ციხეში არ იყოს ამის გამო. მას აქვს ეს პოზიცია, რომ რახან ეს კვლევები უკვე ჩატარდა, ის ითხოვს დააბრუნონ ციხეში. 25 დღიანი შიმშილობის შედეგად მზიამ წონაში საგრძნობლად დაიკლო. სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინების დეფიციტის გამო აქვს ჩივილები. განაცხადა ვივამედის კლინიკურმა ხელმძღვანელმა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, ტუსაღი უარს ამბობს საკვები დანამატების მიღებაზე და პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს. ექიმების რეკომენდაციით ის ჯერჯერობით სტაციონარში რჩება. მას აქვს ამ დიაგნოზიდან გამომდინარე დამახასიათებელი ჩივილები. არის ზონის კლება, კონკრეტული სიმსხვერპლი ვერ დაგისახელებთ. დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია დახმარების გარეშე. გრძელდება მონიტორინგის პროცესი, დღესაც კონსულტირდება, ეხლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტების მიერ. დღის განმავლობაში ვნახავთ კიდევ ხვალ შევაფასეთ მდგომარეობას.
მზია ამაღლობელი მის სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილე ყველა პატიმარს თხოვს შეწყვიტონ შიმშილობა. ჟურნალისტის ეს გზავნილიც პალატას საკნიდან მისმა ინტერესების დამცველმა გამოიტანა. მზია კრეფსითი მდინარაძეების ცინიკურ რეპლიკებს მტკიცედ პასუხობს. პოლიტპატიმარი ქალი ამბობს, რომ მისი პროტესტი პასუხია ოცნების ძალადობრივ პოლიტიკაზე. ის არც შიმშილობის შეწყვეტას და არც რეჟიმის სილის გაწნის გამო ბუდიშის მოხდას აპირებს.